მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს იქნება ქართული ოცნების მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მისივე თქმით, ეუთო ოდირმა დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება და ოპოზიციას არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროკურატურაში დაიწყო ოფიციალური გამოძიება არჩევნების თემაზე და ოპოზიციის წარმომადგენლები იქაც არ მიდიოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, კობახიძემ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფორუმის სხვადასხვა საკითხზე ლიდერებს შორის მოსაზრებების გაცვლისთვის მნიშვნელოვან პლატფორმა ჩამოყალიბდა. დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე. მოსკოვი მზადაა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსის სამშვიდობოების და შესაბამისად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას სცადა და ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი ამის გამო ყველაზე მკაც კრიტიკას განიცდის. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება, რასაც 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბზობის კვირას, როცა უკრაინელები მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილნი, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმზე. დაიღუპა და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა, წერს ზურაბიშვილი X-ზე. ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან. ყველა თემა შევეხეთ, რაც დაკავშირებულია ჩვენს პარტნიორობასა და ურთიერთობასთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა. მისივე თქმით, ორივე მხარემ დაადასტურა ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე. სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ. ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკ-კლერი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 ქართველი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მიმდინარე კვირაში ევროპის საბჭოში საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტების მხარდასაჭერად მკაცრი სანქციების დაწესების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ ვისაუბრე. ამიტომ ამის ნახვა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ, წერს ჯეიმს მაკ-კლერი X-ზე. უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი X-ზე ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ წერს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული მოლაპარაკებები სასიამოვნო იყო. აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. აფხაზეთის მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილის დავალებით იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებში არსებულ ვითარებას გაეცნო. დეპარტამენტის უფროსი ქალაქ ონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს შეხვდა. მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია აგრესორის დაშოშმინებით სხვა ერების თავისუფლების ხარჯზე. ჭეშმარიტი მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს. მისი თქმით, წარმატებისთვის საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური რესურსების შეწყვეტა. წარმატებისკენ მიმავალი გზა ნათელია. უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური რესურსების შეწყვეტა, რომლებიც ამ ომს კვებავს, აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით ნახევარგამტარებზე ტარიფები უახლოეს მომავალში ამოქმედება, თუმცა ისეთ პროდუქტებზე ტარიფებთან დაკავშირებით, როგორიცაა აიფონები და პლანშეტები, გარკვეული მოქნილობა იმოქმედებს. ტარიფები არც ისე შორეულ მომავალში ამოქმედება, როგორც ფოლადის, ავტომობილების, ალუმინის შემთხვევაში გავაკეთეთ, რომლებიც ახლა სრულად მოქმედებს. იგივეს გავაკეთებთ ნახევარგამტარებთან, ჩიპებთან და სხვა მრავალ პროდუქტთან დაკავშირებით და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. გვინდა რომ ჩიპები, ნახევარგამტარები და სხვა ნივთები ჩვენს ქვეყანაში დავამზადოთ. განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ტარიფს მომდევნო კვირის განმავლობაში გამოაცხადებს. მისივე თქმით, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ტარიფები ძალიან სწრაფად გამოცხადდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა საშინელება იყო. ვფიქრობ, საშინელება იყო, მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მთელი ომი საშინელებაა და ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. როდესაც სთხოვეს განემარტა თუ რას გულისხმობდა შეცდომაში, ტრამპმა უპასუხა, მათ შეცდომა დაუშვეს, მათ კითხეთ. ამასთან მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში კვლავ ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. გახსოვდეთ, ეს ბაიდენის ომია, მე უბრალოდ ვცდილობ მის შეჩერებას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ, აღნიშნა ტრამპმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში იწვევს იმისთვის, რომ გაიგოს რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას, თუმცა გთხოვთ ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე მოლაპარაკებების, ნებისმიერ გეგმამდე მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები, ეკლესიები, განაცხადა ზელენსკიმ CBS-თან News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ დონალდ ტრამპი მიხვდება, რა ჩაიდინა ვლადიმერ პუტინმა. მოდით შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, ვისთან გვაქვს გარიგება, მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა, აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის მხარეს უნდა იყოს და არასწორად მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ნეიტრალურობა სურს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.